პატიოსანი და სანდო მედიატორები იშვიათად გვხვდება, განსაკუთრებით გლობალურ ასპარეზზე. ამიტომ, როდესაც პაკისტანმა აპრილის დასაწყისში ინიციატივა გამოიჩინა და დაიწყო შეთხობინებების გადაცემა აშშ-სა და ირანს შორის, მისმა ხანძლივმა ურთიერთობებმა როგორც ვაშინგტონთან, ასევე თეირანთან, პაკისტანი ორივე მხარისთვის ნეიტრალურ და მისაღებ მხარედ წარმოაჩინა. პაკისტანის შესანიშნავია, ისინი მართლა ძალიან კარგები იყვნენ. ისლამაბადი, ალი, შეიძლება წავიდე. თუ შეთანხმება ისლამაბადში გაფორმდება, შეიძლება წავიდე. ფელდმარშალი შესანიშნავი იყო. პრემიერ-მინისტრი მართლაც შესანიშნავი იყო პაკისტანში. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და პაკისტანს შორის ურთიერთობები ყოველთვის მარტივი არ ყოფილა, ისინი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ტრამპის მეორე ვადაში. გასულ სექტემბერში პაკისტანის არმიის სარდალდალი გენერალი ასიმ მუნირი პრემიერ-მინისტრ შაიბაზ შარიფთან ერთად თეთრ სახლში მიიწვიეს ტრამპთან სადილზე, რაც პირველი შემთხვევაა, როცა აშშ-ს პრეზიდენტმა ასეთი დონის სამხედრო ლიდერი, რომელიც სახელმწიფოს მეთაური არ არის, უმასპინძლა. რაც შეეხება ირანს, მათ 10 წლეულებია პაკისტანთან კარგი ურთიერთობები აქვთ. ირანი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც პაკისტანის დამოუკიდებლობა აღიარა. პაკისტანი მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი შიიტური მოსახლეობის ქვეყანაა ირანის შემდეგ. და იმის გათვალისწინებით, რომ პაკისტანში არც ერთი ამერიკული სამხედრო ბაზა არ მდებარეობს, ის სანდო და სტაბილურ არხად იქცა თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთხობინებების გათვლისთვის. პაკისტანს მნიშვნელოვანი შუამავლური როლი აქვს შესრულებული ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებებში. აუცილებელია, რომ ირანმა ჩვენს მეგობარ პაკისტანთან კონსულტაცია გაიაროს, რათა განიხილოს ბოლო მდგომარეობა. ისლამაბადის აქტიურმა ძალისხმევამ ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის საბოლოო დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოიწვია, რამაც მას გადამწყვეტ მომენტში მთავარი შუამავლის იმიჯი შესძინა. მაგრამ ნამდვილად სანდო შუამავალია პაკისტანი? მას შემდეგ, რაც პაკისტანმა თეირანსა და ვაშინგტონს შორის მხიფე ცეცხლის შეწყვეტა უზრუნველყო აპრილის დასაწყისში, მან ჩუმად მისცა ნება ირანის სამხედრო თვითმფრინავებს გაეჩერებინათ ნურ-ხანის ავიაბაზაზე ისლამაბადის მახლობლად, რაც შესაძლოა მათ ასეთ ეშისის ავიადარტყმებისგან იცავდა, ითხოვინება CBS News. ისლამაბადმა უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ პაკისტანში ამჟამად გაჩერებულ ირანის თვითმფრინავებს სამხედრო მიზნებთან კავშირი არ აქვთ და დაამატა, რომ ისინი კვლავ მიუკერძოებელი და კონსტრუქციული შუამავლები არიან. აშშ-ის სენატორმა და დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირემ ლინდსი გრემმა მოუწოდა პაკისტანის შუამავლობის როლის გადახედვას, თუ ეს ინფორმაცია მართალია. მან თქვა, პაკისტანის თავდაცვის ოფიციალური პირების ისრაელის მიმართ გაკეთებული წინა განცხადებების გათვალისწინებით არ გამიკვირდება, თუ ეს სიმართლეა. გრემმა გაიხსენა პაკისტანის თავდაცვის მინისტრის ხავაჯა ასიფის გასული თვის თვიტი, რომელმაც აღშფოთება გამოიწვია მას შემდეგ, რაც მან დაწერა, რომ ისრაელი ბოროტებაა და ცხევლა კაცობრიობისთვის. და დაამატა, რომ იმედოვნებს, ვინც ეს კიბოსებური სახელმწიფო შექმნა, ჯოჯოხეთში დაიწვევიან. ასიფმა პოსტი წაშალა კრიტიკის შემდეგ. სრულად ერთგული რჩება რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისკენ მიმართული თავისი პატიოსანი და გულწრფელი ძალისხმევისადმი. პრეზიდენტმა პაზეშკიანმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს და ფელდმარშალს პაკისტანის მტკიცე ერთგულებისთვის ჩვენი მშვიდობის ძალისხმევის წარმატების მიმართ. ამასთან დაადასტურა, რომ პაკისტანსა და ირანს შორის ურთიერთობები მომავალშიც გაძლიერდება. პაკისტანი არ იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელიც აშშ-სთან მჭიდრო კავშირებს თავის ორმაგ თამაშში გამოიყენებდა. კატარმაც შეასრულა შუამავლის როლი ისრაელსა და ჰამას შორის. იმავდროულად მასპინძლობდა ჰამასის ხელმძღვანელობას და აფინანსებდა მის სამხედრო ფრთას. შეგახსენებთ, რომ ყველა ქვეყანა, რომელიც შუამავლობას სთავაზობს, სანდო არ არის.